იესო მოემზადა წყალში ჩასასვლელად, რომ იოანესგან მიიღო ეს ნათლისღება, რომელსაც ესე უწოდებდნენ. იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, რომ შენ მოდიხარ ჩვენთან, ჩვენ უნდა მოვიდეთ შენთან, რომ შენგან ვიღოთ ნათელი და შენ მოდიხარ? და იესომ ესე უპასუხა, ჯერ უნდა აღვასრულოთ წესი. და სანამ ეხლა გავაგრძელებ და მერე მოგიყვებით რა მოყვა ამას, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სახარების კითხვისას აუცილებლად უნდა დასვა შეკითხვები. და აი შეკითხვა ესეთია. რა წესი უნდა აღესრულებინათ იესოს და იოანე ნათლისმცემელს? იოანე ნათლისმცემელმა უთხრა, შენგან უნდა მივიღოთ ნათლობა და იესომ უპასუხა, ჯერ წესი აღვასრულოთ. რა წესი უნდა აღესრულებინათ? უფალი მოდის, რომელიც აი სულ რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდება მისი სრული განცხადება და ყველა გაიგებს, ყველა მთელი სამყარო, რომ ეს არის ნამდვილად ჭეშმარიტად ღმერთი, რომელიც განკაცდა, ყველა გაიგებს ამას. აი რა წესი უნდა აასრულოს ღმერთმა და იოანემ ერთად. საქმე ის არის, რომ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. იოანე ნათლისმცემელი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ეს იყო წინამორბედი და რომ მან წარადგინა ქრისტე კაცობრიობის წინაშე, იოანე ნათლისმცემელი იყო უდიდესი არა მარტო პიროვნება, არამედ თანამდებობის მხრივაც. მას ეკავა ყველაზე მაღალი თანამდებობა ისრაელში. იგი იყო წინასწარმეტყველი და შესაბამისად იოანე ნათლისმცემელი იყო იერუსალიმის პატრიარქი. იოანე ნათლისმცემელი იყო ისრაელის პატრიარქი საერთოდ და შესაბამისად იგი იყო მთელი სამყაროს, იმიტომ რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება მხოლოდ ისრაელში იყო შემორჩენილი. და პატრიარქმა თქვა, უნდა მოინათლოთ ყველანი. ყველა უნდა მოხვიდეთ, აღიაროთ თქვენი ცოდვები, განიწმინდათ, ჩვენ ამაზეც ვისაუბრეთ, რატო არის აუცილებელი ეს აღსარება და განწმენდა, მაგრამ პატრიარქმა თქვა, მოდით, განიწმინდეთ და ნათელი იღეთ. ეს არის კანონი. პატრიარქის ნათქვამი სიტყვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თვითონ განკაცებული ღმერთი მოდის და ამბობს, შევასრულოთ ეს და თვითონ ასრულებს ამას.